ირანის მხარე შემდეგ აზრსავს. მოდი მოусმინოთ ირანის წარმომადგენელი, აი ეხლა დაიბომბა ირანის და ისიც პასუხად ბომბავს და ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე. $100 აცდა ისევ ნავთობის ფასი, როგორც ჩანს, მიდის ზემოთ და ქვემოთ აღარ მოდის და გაურკვეველია ამ სიტუაციაში როგორ უნდა გააჩერონ ირანის რეჟიმი და აი ირანის წარმომადგენელის განცხადება ამასთან დაკავშირებით. მზად არის თუ არა მოლაპარაკებებზე. საუბარია ცეცხლის შეწყვეტაზე. როგორია თქვენი აზრი ცეცხლის შეწყვეტისა და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შესახებ? ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება. არც ერთ ამერიკულ გემს არ აქვს სპარსეთის ყურეში შესulis უფლება. ამერიკის ყოფნა სპარსეთის ყურეში ბოლო 50 წლის უსაფრთხოების დარღვევის მთავარი მიზეზია. სპარსეთის ყურიდან ამერიკის გასვლისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის რეგიონის ქვეყნების, განსაკუთრებით ჩვენი და ამ სრუტის ორივე მხარეს მყოფი ქვეყნის ხელში გადასulis გარეშე შეუძლებელია უსაფრთხოება შეიქმნას. ომის დასრულებაც ჩვენს ხელშია. ჩვენ ომის დასრულებას განვიხილავთ მაშინ, როდესაც პირველ რიგში სრულად მივიღებთ ჩვენს კომპენსაციას ამერიკისგან. 100%-იან გარანტიას უნდა მივაღწიოთ მომავლისთვის, რაც ამერიკის სპარსეთის ყურიდან გასვლის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ მეორე პირობა ამერიკის სპარსეთის ყურიდან გასვლა. ან ბაზები გაიყვანეთ კომპენსაცია გადაგვიხადეთ, თორე ჰორმუზის სრუტეს არ გაუხსნით. პირველი კითხვა მაქვს ეგეთი. ტრამპი რომ ამბობდა რომ ირანელები მეხვაწებიანო რომ გავაჩეროთ ომიო და მე არ ვთანხმდებიო. ხო. ეს მაგასთან როგორ არის? მაგასთან არის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაც არის მაგაზე, შეგვიძლია ამასაც მოусმინოთ. მოდი ახლა. პრეზიდენტმა ტრამპმა ამ შაბათ-კვირას თქვა, რომ ის არ არის მზად ირანთან გარიგებისთვის, რადგან პირობები ჯერ კიდევ არ არის საკმარისად კარგი. მისი ადმინისტრაცია ამბობს, რომ ეს ომი შეიძლება კიდევ დაახლოებით 3.5 კვირა გაგრძელდეს. ითხოვა თუ არა ირანმა ცეცხლის შეწყვეტა. არა, ჩვენ არასდროს გვითხოვია ცეცხლის შეწყვეტა და არასდროს გვითხოვია მოლაპარაკებაც კი. ჩვენ მზად ვართ დავიცვათ საკუთარი თავი იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. და ეს არის ის, რაც აქამდე გავაკეთეთ და ვაგრძელებთ ამის კეთებას. ეს არის უკანონო ომი ყოველგვარი გამარჯვების გარეშე. და იცით, ხალხი იხოცება მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტ ტრამპს გართობა სურს. ეს არის ის, რაც მან თქვა. ისინი ძირავენ გემებს და ბომბავენ სხვადასხვა ადგილებს, რადგან ეს მათთვის სახალისოა. და ომის მდივანმა თქვა, რომ არანაირი შეწყალება არ იქნება. და ეს სინამდვილეში ომის დანაშაულია. ამის თქმაც კი ომის დანაშაულია. ასე რომ ეს არის ომი, ეს არის არჩევითი ომი პრეზიდენტ ტრამპისა და შეერთებული შტატების მიერ. და ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ჩვენი თავდაცვა. კაფიო პასუხს სცემს, რომ არ ითხოვენ არანაირ მოლაპარაკებებს, არ აპირებენ გაჩერებას, სანამ მათი პირობები არ დაკმაყოფილდება, მათი პირობები არის ამერიკამ გაიყვანოს ბაზები და რაღაც კომპენსაცია ეგეც ახსენებს, ხო? აქ დგება შემდეგი სერიოზული პრობლემა. როგორ აჩერებს ამერიკა ომს? ანუ ამერიკამ კი ბატონო, ამერიკას შეუძლია ეხლა გამოაცხადოს გამარჯვება, ანუ თქვას, რომ მე ის ისე დავბომბე, რომ ამის ცხოვრებას რაღა აზრი ექნება, ეხლა წავედი. ჩემი ხელი დამკვდარია. ან ნაწილობრივ მართალიც იქნება, ზიანი დიდი მიიღო, ზიანი მიაყენა, შეუძლია თქვას, რომ ამას იმხელა ზიანი მივაყენო, რომ ამისი ეს დავხიე ერთი 20 წელი ნუ გადაჭარბებულია, ეხლა არავინ არ იცის იმას, ჩინეთი როგორ მიეხმარება, რუსეთი როგორ მიეხმარება. მეორე მსოფლიო ომის მერე აღდგა 10 წელიწადში ევროპა. არა, ეგ არავინ არ იცის. შეიძლება 1 წელიწადში მიეწოდოს ჩინეთმა ბევრი რაკეტა, ეგ არ ვიცით, მაგრამ ერთი კითხვა არის მათო. კითხვა არის ეგეთი, აი ამერიკა მეგრო თქვას და გაიყვანოს თავისი გემები და ირანმა რო გააგრძელოს. ხო, აი კითხვა, მაგას ვიძახი. ანუ შეიძლება გამოაცხადო გამარჯვება, გადიხარ, მაგრამ თუ ირანი არ ჩერდება და თუ ირანი არ გახსნა ჰორმუზის სრუტის ბლოკადას, მან რა ხდება? შენ ხო იძულებული ხარ ირანი მიიყვანო მდგომარეობამდე, სადაც მას უბრალოდ აიძულებ ჰორმუზის სრუტე გახსნას და აქეთ პასუხის დაბრუნება აღარ შეეძლება. და აი ეგ რამდენად მოხერხება და თუ რეჟიმი ვერ შეცვალე, ეგ ხდება გაუგებარი. და ირანი საკითხს აყენებს შემდეგნაირად, რომ არ ვაპირებ აჩერებას და რეჟიმს ვერ ცვლ. ამიტომ როცა საუბარი მიდის, რომ ცოტა ამ ომის ეხლანდელი მოცემულობა ჯერ გაურკვეველია, ხა რა თქმა უნდა, არაფერი არ გამორიცხული ჩვენ არ ვიცით. ძალთა ბალანსი რეალურად როგორია? შეიძლება თეორიულად ის მოხდეს, რომ დაუშვათ რეჟიმი დაემოს, თეორიულად.
ანუ რა ვიცი, ისეთი ზიანი მიაყენოს, რომ ბუნკერიდან მართლა ვეღარ ამოვიდეს. ეგ არ ვიცით, მაგრამ ჯერჯერობით ეგ არ ხდება და თუ ესე გაგრძელდა ამ დინამიკით, თუნდაც ირანს დარჩეს ნაკლები რაკეტა და დინამიკამ რაკეტების და დრონების გაშვების მართლაც იკლო, ოღონდ კლების შემდეგ გაჩერდა გარკვეულ მდგრად ნიშნულზე. ანუ ეს ყველაფერი გავს ნიშნულ, სადაც ისინი უბრალოდ იზოგავენ თავის ეკონომიურად ხარჯავენ, ხო? თუ ასე გაჩერდა და თუ არის მოცემულობა, რომ რეჟიმი შენარჩუნდა და შენ არ აქვს გარანტია ამ რეჟიმს შენი გასვლის შემდეგ რამდენს მიაწოდებენ დრონებს და რუსეთი მაგალითად ამ დრონებს აწარმოებს, როგორც თვითონ ამერიკული მხარე და უკრაინული მხარე ამბობს, დღეში 300 ერთეულ დრონს აწარმოებს რუსეთი, ამ გერანის ტიპის დრონს. თვითონ მათაც ირანშიც აქვს იმის საშუალება, რომ რაღაცები აწყონ, შეიძლება სარაკეტო ქარხანა დაგიბომბონ, მაგრამ რაღაცა ფანერისგან აწყობილი რაღაცა პატარა ძრავით აღჭურვილი დრონი კი ბატონო შეგიძლია აწარმოოს. დაუშვათ რაღაცა დროის განმავლობაში აღდგენა ჭირდება გაუნადგურე. არავინ არ იცის ამას რამდენს მიაწვდის ჩინეთი, რამდენს მიაწვდის რუსეთი, შესაბამისად ირანს შეიძლება შენი ავიამზიდების გაყვანიდან ერთ თვეში კონდეს ისე იმდენი დრონი, რომ ჰორმუზის სრუტის დაკეტვა პრობლემას არ წარმოადგენს. და ალბათ ეგრეც იქნება ახლა იმდენ დრონს რომ ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტონ, ალბათ მალევე მიაწვდნენ. ამ სიტუაციაში ვითარების იმ კონფიგურაციაში გადაყვანა რომ ჰორმუზის სრუტის გასაღები აღარ არის ირანის ხელში. მასე როგორ აჩერებს, ცოტა გაუგებარი ხდება. ნუ ერთადერთი მან ჩვენ ვერსია არსებობს, თავად ირანის ხელმძღვანელობამ უარი უნდა განაცხადოს მაგას ჯერჯერობით, მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ჰორმუზის სრუტე გაიხსნას. ეს როგორ მოხდება, უბრალოდ წინააღმდეგობის გაწევის რესურსის ამოწურვის შედეგად მიიღებს ამას ირანის ხელმძღვანელობა ამ გადაწყვეტილებას თუ ისეთი ხალხი მოვა ძალაუფლებაში, რასაც თავიდან ითხოვდნენ, რომელიც, რა ვიცი, ამერიკასთან რაღაც კომპრომისებზე წავა, თუმცა ეს ორი ვერსია არის უკიდურესად ანუ არარეალურს ვერ ვიტყვი, მაგრამ დაბალია შანსი, რომ ეს ორი რაღაცა მოხდეს. ნუ შიდა აჯანყების არანაირი ნიშნები არ ჩანს იმ დონეზეც კი, რომ უკიდურესად ოპტიმისტური განცხადებების კეთებაში შემჩნეული ტრამპი და ნეთანიაჰუც კი აღარ ამბობენ, რომ აი შიდა ოპოზიცია რამეს იზავს. ამიტომ არ ვიცი, შეიძლება სამი თვე გავიდეს და მერე მართლა ვიღაც აჯანყდეს, მაგრამ ჯერჯერობით ირანის შიგნით რომ რაღაცა ოპოზიციამ დაამხოს იქ ხელისუფლება, მან რა პრობლემა ხდება გეტყვი. მან რა ეგ რო არ ჩანს, მან ჩნდება ერთი კიდე დიდი პრობლემა. აქამდე ირანს მტრის ხატის ფორმირება უწევდა იდეოლოგიური საინფორმაციო სამუშაოს ხარჯზე მხოლოდ. და ხალხის დიდი ნაწილი ხვდებოდა, რომ დიდწილად ეგ ცოტა გაბუქებული იყო. ეგონათ. კი. ოღონ ეხლა ირანი დაბომბეს ძალიან მძიმედ. ეხლა იქ მნიშვნელოვანი ნაწილი პროსახელისუფლებო განწყობების მქონე და რელიგიური განწყობების მქონე მნიშვნელოვნად რადიკალიზდა და ამ ხალხის რეკრუტირება მოხდება. ეხლა წავა 200 ბავშვი თუ აგიფეთქეს რაღაცა ბავშვების პანსიონში, ანუ ჩვენ მაგალითად 2008 წელს ჯამში დანაკარგები გქონდა სადღაც 240-250 და აი წარმოვიდგინე ხა დარტყმისას მაგდენი ბავშვი რო აგიფეთქონ მარტო სადღაც. ეხლა მან ხო გვესმის რომ რა კონტექსტი იქნება ხო მერე მან და ეგ ბავშვების ეს განადგურება ეს ყვირის ეს ხმაურიანი თემაა თორე ეხლა ხო გვესმის რომ ამ დაბომბებს ბევრად მეტი ადამიანი შეეწირა იქ ეხლა ათასობით ადამიანი მოკვდა მიდის საუბარი ხო ხო და ამ ფონს და ეს თან ეკონომიკური დარტყმები ეხლა როგორც იუწყებიან მათ შორის აი რაღაცა წყაროები რომლებიც მეტნაკლებად ნეიტრალურები არიან იქ ადამიანები რომლებიც მიტინგებზე გამოდიოდნენ 2 თვის წინ იმ ადამიანებში ძლავრობს განწყობები რომ ეხლა ამ შედეგამდე თუ უნდა მისულიყო მათი გამოსვლები თავის ქვეყანაში საჭმელი ნაკლები უნდა ყოფილიყო ხელისუფლების რადიკალიზაცია უნდა მოხდარიყო და ქვეყანა დაბომბვების და დაღუპული ხალხის არენად უნდა ქცეულიყო ეგ არ გვინდოდა რაც უნდა მიგვეყო და გადაგვაგდო დასავლეთმა ხო ამ ფონზე არის
ამერიკის გამოწვევა არის, რომ მიიღებს უფრო რადიკალიზებულ ხელისუფლებას, რომელსაც ექნება ხელში ბერკეტები ჰორმუზის სრუტის დაკეტვის. ტრამპი რაზე ალაპარაკა? ტრამპი ბოლო 2 დღეა მიმართავს სოფლიოს სხვა ქვეყნებს, ეგ მაგარია. უნდა ჩაერთოთ ჰორმუზის სრუტის გახსნაშიო. აი, ეს განცხადებასაც მოусმინეთ. ზოგიერთი ქვეყანა ცოტათი სასარგებლო იქნებოდა. გახსოვდეთ, სრუტის ასარევად მხოლოდ რამდენიმე ადამიანია საჭირო, რამდენიმე მობრუნება. თქვენ არ გჭირდებათ მათი სამხედრო ძალა მის დასამარცხებლად. არამედ ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ, არის რამდენიმე ადამიანი, ვინც აქ-აიქ ნაღმებს ჩამოყრის და იცით, თქვენ მას აფუჭებთ. მე ნამდვილად მოვითხოვ, რომ ქვეყნები შემოვიდნენ და დაიცვან საკუთარი ტერიტორია, რადგან ეს მათი ტერიტორიაა. ეს არის ადგილი, საიდანაც ისინი იღებენ თავიანთ ენერგიას და ისინი უნდა მოვიდნენ და დაგვეხმარონ მის დაცვაში. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ შესაძლოა ჩვენ იქ საერთოდ არც უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ ეს არ გვჭირდება. ჩვენ გვაქვს ბევრი ნავთობი. ჩვენ ვიყავით ნომერ პირველი მწარმოებელი მსოფლიოში. თარგმანი იყო ისეთი ხელოვნური ინტელექტით გააკეთეს და ამიტომ დავაზუსტებ ამ რაზეა საუბარი. თან ტრამპის ტექსტი ტრამპიც ცოტა ეგრე ლაპარაკობს, აი რაღაც ფრაზებია დაგლეჯილი და ვერ იგებ ბოლომდე რას მაგრამ აზრი რა არის თან სხვა ბევრი განცხადებები ვიყით ამ შინაარსის. ანუ აქ ისეთი ქვეყნები უნდა მოვიდნენ, რომლებიც ამ ჰორმუზის სრუტის ნავთობიდან ნავთობს მოიხმარენ და ეს ქვეყნები ჩაერთონ ამ ჰორმუზის სრუტის ნავიგაციის დაცვაში. ყველაზე მაგარი მან ჩინეთსაც ჩინეთი. კი, ჩინეთს უთხრა, იაპონიას უთხრა, საფრანგეთს უთხრა. ანუ ესეთი ქვეყნები რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ჩინეთმა ენთუზიაზმი არ გამოხატა. ჩინეთს რა პრობლემა აქვს? ირანი ისედაც გაუშვებს ჩინურნი. და რავი, რუსებისგან ყიდულობენ. არა, ინდოეთის თავისი ტანკერების გადის. არა, ირანული ტანკერი გადის. პრობლემა პრობლემა მნიშვნელოვანად მოიხმარდა იმ არაბული ქვეყნების ნავთობსაც და ის თუ ჩაიჭრა იმათ არ უშვებს. ანუ მაგათ ინდური გემები გადიან, ეხლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთის დროშის ქვეშ ცურავი ხომალდი გაატარეს, ირანული ხომალდები ცხადია გადიან. ანუ ირანელებმა განაცხადეს, რომ მხოლოდ იმ გემებს დავბლოკავთ და აღარ შემოუშვებთ და აღარ გავუშვებთ, რომლებიც მონაწილეობენ ამ ოპერაციაში მათ წინააღმდეგ ან ამერიკის მოკავშირეები არის. და მანდ შემოდის ძალიან საინტერესო მომენტი, რომ ეგეთი განცხადებაც იყო, რომ იუანებში თუ იქნება შესყიდული ნავთობი, მაგ შემთხვევაში გავატარებთ. აი მოდი აი ნავთო დოლარების თემაზე 1-2 სიტყვა ვთქვა, საერთოდ როგორ მუშაობს ეგ მოვლენა რა. სინამდვილეში ამერიკის დოლარის სიმყარე დგას ერთ კონკრეტულ მექანიზმზე, რომელიც თავის დროზე მაგათ დაალაგეს ზუსტად ამ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან. შინაარსი არის შემდეგში. ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც უნდა ნავთობი, ანუ ენერგიის ძირითადი წყარო პლანეტაზე შეისყიდოს, საკითხი უდგება ესე, რომ ნავთობის ყიდვა გინდა, დოლარში უნდა იყიდო. და აი ვიღაცა მაგალითად ამბობს, რომ კი, მაგრამ მე რავი, აი რაღაც ფრანკები მაქვს, ან იუანები მაქვს და არ ვიცი, აი წადი, ეგ შენი ფული გადაახურდავე დოლარში და მაგ დოლარით იყიდე მერე ნავთობი. ეგ რას უზრუნველყოფს? ხა ეგ არის მნიშვნელოვანი. სოფლიოში ყველა ქვეყანა საკუთარი ქვეყნის რესურსებს აკონვერტირებს იმ ვალუტაში, რომელსაც ამერიკელები უბრალოდ ბეჭდავენ. აი ესე ანუ დგას საბეჭდი დაზგა, რომელიც უბრალოდ აი ქაღალდის ფულს ბეჭდავს. პირობითად ვამბობ, თორე ახლა ბეჭდვა ძირითადად ხდება საბანკო სექტორში რაღაცა ელექტრონული ფულის მასის გენერირებით, ხო? ანუ რაღაც ჰაერიდან გააჩინეს ფულის მასა, ვიღაცა ტიპებმა მთელ პლანეტაზე თავისი რეალური ვიღაცას ნიკელი აქვს, ვიღაცას ქვანახშირი აქვს, ვიღაცას, რა ვიცი, იშვიათი მეტალები აქვს, ვიღაცას ტექნოლოგიები აქვს, აი ეს რეალური ეკონომიკური სიკეთე მიუტანეს ამერიკელებს, რომ მაგათი დაბეჭდილი ქაღალდი ეყიდათ, რომ ამ ქაღალდით მერე არაბებისგან ეყიდათ ნავთობი და ჩაესხათ თავისთან ბაგში.
ეს არის ეკონომიკური სისტემა, რომლიდან გამომდინარე ამერიკა არის ნომერ პირველი ეკონომიკა, იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა ბეჭდოს ეს თავისი ძირითადი ვალუტა, მაინც მთელი პლანეტა ვიხდით მერე მაგის ინფლეციის ფულს და ეხლა საფრთხეში დგება ეგ მექანიზმი. ანუ ეგ ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ რა ვიცი, ჩვენ ხო შეიძლება დოლარი რაღაც თქონა იყიდოს ქვეყანამ, რომელსაც ნავთობის ყიდვა უნდა და შენი ფულით ხო შეიძლება იყიდოს, შენც დაბეჭდე. საქმე რაში იცით? საერთოდ ქვეყანას ძირითადად ქვეყნებს რა რაოდენობის საკუთარი ფულიც აქვს, ეგ რაოდენობა უნდა დაახლოებით იყოს შეფარდებაში მისი ეკონომიკის ზომასთან. ანუ ეს კი არ არის, მე მოდია რაღაცა ტრილიონობით კუპონი დავბეჭდო და ამერიკა დოლარს აერიდან ფულის ბეჭდვის პრივილეგია ამერიკელებს აქვს დოლარების რაოდენობა, რომელიც აღნიშნულოვნად აღემატება მისი არ არის მიბული პირდაპირ მისი ეკონომიკის ზომას. სოფლიოზეა. ის არის სოფლიოს ვალუტა და სოფლიოს ვალუტა არის მაგით. ამ ფულში ივაჭრება ნავთობი. ამიტომ შენი ფული, მაგალითად ლარი, უდრის პირდაპირ არა, მაგრამ დაახლოებით არის კორელაციაში შენი ეკონომიკის ზომასთან და შენ რო რაღაც თუნდაც ლარში ყიდულობ დოლარს, ეგ იგულისხმება, რომ იმ ლარში შენი რეალური დოვლათია შეძენა და შენთან რაღაცა რაც არსებობს, ეგ არის შეძენა. ანუ სინამდვილეში შენი ვალუტის, თუნდაც შენი ვალუტით ყიდულობდე დოლარს და შენ შემთხვევაში შეიძლება დოლარს ყიდულობდე პირდაპირ რესურსით, ხო? ისე კი აი პირდაპირ რაღაცა ხეთყე მივეცი დოლარში, მაგრამ თუნდაც ვალუტით რო ყიდულობდე, ეს არის შენი კონკრეტული პროდუქცია ყიდვადია იმ შენი ვალუტით. ამიტომ შენაძლევ რეალურ შენი ეკონომიკის რეალურ ნაწილს შენი ვალუტის მიცემით, ხოლო ამერიკა გადადის უბრალოდ ქაღალდი დაბეჭდა რამდენიც უნდა იმდეს ბეჭდოს. ქაღალდი უბრალოდ დობაზე დგას მთელი. დობაზე არა, უბრალოდ იქ ეგეთი სიტუაცია, რომ ყველა ვინც გადაწყვიტავს, რომ ნავთობი დოლარში არ გაყიდოს, იმას ჩააბეტონება. ეგრევე ის ადამიანი, მაგალითად კადაფი, მაგალითად სადამ ხუსეინი ცხადება დიქტატორად და კი დიქტატორები იყვნენ, უბრალოდ მაგათ გარდა ძალიან ბევრი დიქტატორია კიდე, რომელთანაც ამათ პრობლემები არ აქვს, მაგრამ ყველა ის სუბიექტი, რომელიც ამ სისტემის წინააღმდეგ მიდის და რისკავს, რომ დოლარის გარდა სხვა რამეში გაყიდოს თავისი ნავთობი, მან მოდის ამერიკული ავიამზიდი და იმას ადუღებენ. კი, აი, მაგრამ აქამდე ეგ მექანიზმი მუშაობდა ხუთიანზე და პრობლემა ის არის, რომ ირანზე ცოტა ბუქსაობს. არა, ზურა, რას ამბობ? თავისუფალი ბაზარი ქმნის თავისთავად მაგ მდგომარეობას. კი, ეგ უბრალოდ მოთხოვნით. უბრალოდ დამთხევარი, რომ ვინც მაგას ფლობს, ამერიკა მაგ მოცემულობას და მაგ მონოპოლიას სამხედრო პოლიტიკური და საინფორმაციო ზეწოლით კი არ იცავს, კაცო. თავისთავად და ეგ არის კონსპიროლოგიური თეორია. თავისთავად შეიქმნა. იქ უბრალოდ ბაზარი გაანთავისუფლეს და ბაზარმა ეგრე დაარეგულა. აი უბრალოდ ხალხი რას მიხვდა, იცი, იცი, გაანებე ბაზარს თავი. ხო. გაანებე ბაზარი, გაფრინდები. ოღონდ იქით როცა ვიღაცები არანებენ, აი ვიღაცები რატო ვერ მიფრინავენ? აი არანებებენ ბაზარს. ოღონდ ეგ ბაზარი იქით როცა არ მიფრინავს, სადაც ამერიკას აწყობს, აი მაგალითად რაღაცებში ჩინეთმა რო გაუქოჩო. კაცო სავაჭროებს უცხარებს და ტარიფებს და რავი შეიძლება აი ამერიკელების სერიოზული პრეტენზია რა იყო, იცი? ეს ჩინელებიო, ბიჭო. თავისთან მოყავთო სოფლის მეურნეობის პროდუქტი და ამერიკელ ფერმერების იმას აღარ ყიდულობენო, რა ქვია, სოიოსო. ეგ აღმაშფოთებელია. საერთოდ ორი კონსპიროლოგიური თეორია არსებობს, ხალხო, რო იცოდეთ, ორი კონსპიროლოგიური თეორია არსებობს, რომელიც არ უნდა დაიჯეროთ. ეგ არ არის რეალური. გიჟია ვინც მაგას ლაპარაკობს. ერთი კონსპიროლოგიური თეორია არის, რომ ბაზარში ერევა ამერიკა და თავისუფალ ბაზარს აკონტროლებს რაღაც თავისი მექანიზმებით და ფიზიკური ძალით. არა კაც, არ ჩაერევა თავისუფალი ბაზარი მოქმედებს. როგორ შეიძლება? არ დაიჯეროთ, რომ თავისუფალ ბაზარში ერევა ამერიკა და მეორე კონსპიროლოგიური თეორია არის, რომ ისრაელს დიდი გავლენა აქვს ამერიკას. ეგეც არა. აი ეს ორი რაღაცაა. დარჩენ ყველაფერი შეიძლება. აი რაღაცა წვანე კაცუნები რაღაცებული. ან უცნაური. თავარია, აი მაგ რაღაცაზე არ ელაპარაკო. დანარჩენი არ რაც გინდა ისიბაზე.